Გამშვიდობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. კლინიკის შემდეგ უკან ციხეში მიხეილ სააკაშვილმა გასული ღამე რუსთავში მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა. გვიან ღამით ციხესთან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მივიდნენ. პარტიაში თვლიან, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ვივამედიში ყოფილმა პრეზიდენტმა 3 წელი და 7 თვე დაჰყო. სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის დაბრუნების მიზეზად მისი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა სახელდება. სააკაშვილი, რომელიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული, აქედან რამდენიმეში უკვე მსჯავრდებულიც 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. ფაქტობრივად ერთი ციხიდან მეორე ციხეში გადმოიყვანეს, იმიტომ რომ სადაც იყო და იმყოფებოდა ვივამედიც, იყო ზუსტად იგივე საპატიმრო პირობებით, რა პირობებიც არის აქ რუსთავის ციხეში. ინფორმირებული არ იყო არც ოჯახი, არც დედა და არც ადვოკატები. ეს ინფორმაცია ადვოკატმა მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის უკვე გადმოიყვანეს რუსთავის ციხეში. ძალიან დიდი ხანია უკვე სავარაუდოდ იძლევა სააკაშვილის ფიზიკური შესაძლებლობა იმას, რომ იგი დაბრუნდეს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, თუმცა ამჟამად სავარაუდოდ სამედიცინო დასკვნები გახდა იმის საფუძველი, რომ პატიმარი სააკაშვილი დაბრუნებული იყო სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, თუნდაც ჩვენ უკვე თვალნათლივ შეგვიძლია ვნახოთ, რომ იგი აბსოლუტურად ჯანმრთელად და კარგად გამოიყურება. უფრო მეტიც ციხიდან პოსტებით ემუქრება საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეც, რომ უნდა გააქროს და აგავოს ქვეყნიდან. ბრალდებული კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას ოფიციალურად ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. პროკურატურამ დაცვის მხარეს გადასცა შესაბამისი მტკიცებულებებიც. ექს-პრემიერს 2-ზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე ასევე დაუსწრებლად სასამართლო სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს. ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განცხადება პროკურატურამ გუშინ გააკეთა. უწყების ინფორმაციით საქმე ეხება 2019 წლის ივნისის მოვლენებს და ჩორჩანას ეპიზოდს. ეს არის პირდაპირი ფორმით შეთითქმული ბრალი, რომელიც ადასტურებს ერთადერთ გარემოებას. პოლიციის მინისტრს, რომლის უფლებამოსილება იყო საგუშაგოს განთავსება და მათ შორის ამ ტერიტორიაზე კონკრეტული პატრულირება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კონკრეტული ფუნქცია. აი ამას ედავება ზუსტად იგივე ფორმით, რა ფორმითაც ამას აკეთებდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი. დღეს უკვე ძალიან სამწუხაროა, რომ პროკურატურა, ქართული პროკურატურა. ეს არის ბრალდება, რომელიც რა თქმა უნდა, პასუხგაუცემელი არ დარჩება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის, გიორგი გახარიას ბრალეულობა, რაც მდგომარეობს შემდეგში. 2019 წლის 20 ივნისს საღამოს საათებში თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად პარალელურ რეჟიმში გამოყენება. ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამებელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს.
მმართველი გუნდი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს ლოგიკურად მიიჩნევს და თვლის, რომ ადრე თუ გვიან ყოფილ პრემიერს ჩადენილ ქმედებებზე პასუხი უნდა ეგო. თავად გახარიას გუნდი კი პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე ამახვილებს ყურადღებას და ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ მართლმსაჯულების განხორციელებას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში გიორგი გახარიას, ასე ვთქვათ, გაქრობას პოლიტიკური სივრციდან, რაც არ მოხდება, ჩვენი გუნდი აპირებს კიდევ უფრო მეტად აქტიურად გააგრძელოს ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ ყველა მშვიდობიანი დემოკრატიული პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებით. გახარიამ თავიდანვე განაცხადა, რომ მთელ პასუხისმგებლობას ამ ოპერაციის ჩატარებაზე იღებს თვითონ, თუმცა მერე გადათქვა და უბრალოდ პოლიციელებს გადააბრალა, რიგით პოლიციელებს, ასე რომ აი ეს გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. რაც შეეხება ჩორჩანას ეპიზოდი, ადრე თუ გვიან რომ სამართლებრივად შეფასდებოდა, მაშინ მე ეჭვი არ მეპარებოდა. ასე უბრალოდ ვერავის ჩაუვლიდა მილიონი კვადრატული მეტრისზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვაზე პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა სამართალმა ამ საკითხშიც მიაკითხა მის ორგანიზატორს. სურს თუ არა ოპოზიციას საქართველოსთვის უვიზოდ გადაადგილების უფლების შეჩერება. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ამას მათი ოპონენტები ევროპელი ბიუროკრატებისგან დაჟინებით ითხოვენ და მათ არწმუნებენ, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა უშედეგო იქნება. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ თუ ევროკავშირი სამართლიანად იხელმძღვანელებს, უვიზო მიმოსვლის უფლება საფრთხე არ დაემუქრება. კოლექტიური ნაცმოძრაობისგან არაფერი არ არის გასაკვირი. დადასტურებულ ფაქტებად ვიცით, მათ შორის მათივე წევრების ამოცნებებიდან, რომ ეს პიროვნებები დადიოდნენ, და ითხოვდნენ, რომ საერთოდ არ მიგვეღო ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია, არც DCFTA არ ყოფილიყო გაფორმებული. ამავდროულად ხედავთ და გვისმენთ, რომ ადამიანები ცდილობენ ქართველი ხალხი დაისაჯოს და არ ჰქონდეს შესაძლებლობა ვიზა ლიბერალიზაციით ისარგებლოს. ზუსტად ეს არის ფაქტები, რომელთა დაყრდნობით ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები არიან უსამშობლოები, არ უყვართ თავიანთი ქვეყანა და მხოლოდ პატრონები წარმოუდგენიათ სამშობლოთაც და თავიანთ მისაბაძ ადამიანებად. თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას კახეთში სამძებრო ოპერაცია გრძელდება. საქართველოსა და თურქეთის სპეციალური დანაყოფების შემთხვევის ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. უკვე ნაპოვნია თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ჯარისკაცების ცხედრები და შავი ყუთი. თურქმა ექსპერტებმა თვითმფრინავის ფრაგმენტების ნაწილი შემოწმებისთვის შემთხვევის ადგილიდან უკვე გაიტანეს. გადასვენებულია ცხედრებიც. რამ გამოიწვია ჰერკულესის ჩამოვარდნა და 20 ადამიანის სიკვდილი? ამ კითხვას პასუხი შავი ყუთის გაშიფრვისა და გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაეცეს. რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში ღამით 2 სოფელი დაიკავეს. საუბარია როვნოპოლიესა და იაბლოკოვოზე. ინფორმაციას უკრაინული ანალიტიკური პორტალი ავრცელებს. ოკუპანტებმა წინსვლა შეძლეს დონეცკისა და დნიეპროპეტროვსკის ოლქების ფრონტის ხაზის ზოგიერთ მონაკვეთზეც. რთული ვითარებაა პოკროვსკში, რომლის შტურმიც მიმდინარეობს. ქალაქის ქუჩებში ბრძოლებია. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, რუსეთი პოკროვსკსა და მირნოგრადს სავარაუდოდ დაიკავებს, თუმცა ამისთვის მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს. ანგარიში წერია, რომ ოკუპანტებს სურთ შექმნან შთაბეჭდილება, რომ რუსული არმია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს მთელ ბრძოლის ველზე, თუმცა ეს ფრონტზე არსებულ რეალობას ეწინააღმდეგება. უკრაინაში კორუფციული სკანდალი გრძელდება. მინისტრთა კაბინეტმა საგანგებო წესით სამსახურეობრივ უფლებამოსილება შეუჩერა ენერგოატომის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის კიდევ რამდენიმე ტოპ მენეჯერს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზად ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მოპოვებული მასალები დაასახელა. იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ თუ გამოძიების მსვლელობისას დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირთა წრე გაიზრდება, თანამდებობიდან კიდევ მეტ პირს გაათავისუფლებენ. ამავე კორუფციული საქმის გამო თანამდებობიდან უკვე გადააყენეს იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები. სკანდალში ფიგურირებს ზელენსკის მეგობარი და მისი სტუდიის თანადამფუძნებელი თემურ მინდიჩი, რომელმაც ქვეყანა დატოვა. ჭხრეკა ჩატარდა იმ პირების სახლებში, რომლებიც ზელენსკის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენდნენ. საუბარია 100 მილიონის მითვისებაზე. ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შატდაუნი დასრულებულია. შესაბამის დოკუმენტს ხელი დღეს ტრამპმა მოაწერა. ამერიკის პრეზიდენტმა შატდაუნში დემოკრატები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობის შეჩერება მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო მოხდა.
ხელმოწერამდე კანონპროექტი ხარჯების შესახებ, რომელიც მთავრობის მუშაობის აღდგენის წინაპირობა იყო, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 222 კონგრესმენმა, მათ შორის მხოლოდ 6 იყო დემოკრატიის წინააღმდეგი 209 აღმოჩნდა. 53 დღის წინ დაწყებული შატდაუნის მიზეზად ბიუჯეტის საკითხზე რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის არსებული უთანხმოება სახელდება. საპატრიარქოს ეპარქიული კომისია კათოლიკოს პატრიარქის არქიმანდრიტ ილია თოლორაიასთვის მღვდელთ მოქმედების შეჩერების საკითხთან დაკავშირებით კომისიის დასკვნას აქვეყნებს. მაშინ წერია, რომ 5 ნოემბერს არქიმანდრიტი დაბარებული იყო მიტროპოლიტენთან შიოსა და თეოდოროსთან, სადაც მას მიუთითეს მის მიერ ცილის მწამებლურ და სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, რაზეც სინანულის გამოხატვის ნაცვლად არქიმანდრიტმა ილიამ განაგრძო თავისი პოზიციის გამართლება. რის შემდეგაც იქვე გაიმართა კომისიის ხდომა და სტომაზე სასულიერო პირისთვის მღვდელთმსახურების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. მეუფე შიომ და მეუფე თეოდორემ განუმარტეს მას, რომ ის მიერ გაკეთებული განცხადებები მოსაყდრესთან მიმართებაში კომისიასთან დაკავშირებით იყო უადგილო და იყო, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფელი. მან ითხოვა შემდეგში სიტყვა და ცდილობდა აეხსნა თუ რატომ თქვა მას ეს წინადადება და ასე რატომ მიუთითებდა ხელით საპატრიარქოზე და ამბობდა, რომ აგზის ეგზარხოსი. საპატრიარქოდან გასვლის შემდეგ არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ მედიის წინაშე არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე საბოლოო დასკვნის მისაღებად იქვე შედგა კომისიის ხდომა. ხდომის დასრულების შემდეგ კომისიის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიმართეს მოციქულთა 55 კანონის საფუძველზე არქიმანდრიტ ილიასათვის თოლორაია მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს, რაც მისმა უწმინდესობამ დააკმაყოფილა. მეცხრე საჯარო სკოლაზე აკაკი ჩხენკელის აბრა გაიხსნა, თავად სასწავლებელში კი სპეციალური ღონისძიება მოეწყო. ცერემონიაში საკრებულოს ასევე საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აკაკი ჩხენკელის სახელი 49 საჯარო სკოლას ოფიციალურად მიმდინარე წლის აგვისტოში მიენიჭა. აკაკი ჩხენკელი მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი, დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე იყო. მის სახელს უკავშირდება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირება. ჩხენკელი იყო საქართველოს ელჩი ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებ გვერდზე რუსთავი 2.g შეგიძლიათ